გამარჯობათ ექიმო. მომზადით. გამარჯობათ ექიმო. მომზადით აბზანით განსალად. დაჩეკი. აცრავად. ცათქცალი ექიმო დასაჯდომად. აბა, 12 წელია შვილი არ ყოლი. ნამდვილად. კი. ოჩამწყვეტს ვიჟული ამბა. საგვეშველი. სხვათა შორის აერინერული ხალხო, სხვათა შორის მე 20 წელი არ მყავდა შვილი. უირას. 20 წელი არ მყავდა შვილი. სად არ ვიყავი რა ექიმები, აქაც ვიყავი საქართველოში, საზღვარგარეთი შემოვიარე, მთელი ამბავი. მე ექიმ ბაშებთან ვიარე, მე მკითხავებთანაც ვიყავი, არაფერმა მე არ მიშველა და მე ერთმა ღვთიერთმადლიანმა კაცმა, აი კაცმა მასწავლა რომ მე იყვანე ცული და გეღოლებოდი. მეგონა მე ვიყვანე ცული არ მევიტყვი სული. მე кайფები, ხო? ვიცი მე დავიწყე. და ჩვენ რაში შეგვატყოთ რომ გეკაიფებით ერთი მითხარ? ხო. თქვენ ოჯახი შერებულებო, მე ვარ ვეტერინარი, ვეტექიმი ვარ და რა შუაში ვარ, კაცო დამაგებია. ვეტექიმი რო ხარ ვიცი ჩვენ. შეგონია არ ვიცი? კი. მაგრამ ვეტექიმი რო ხარ, იმიტომ რომ ვედი ჩვენთან. გადავირი, კაცო, მე რა შუაში ვარ, გენაცვალე, ვეტექიმი ვარ მე, ჩემი მიმართულება არის ცხოველები. ხანდახან უაფრენ ფრინველები და ჩემთან რა გინდათ, ენოდი გინდათ, რომ ეყოლოთ პირველ თუ კურდღები რა. ექიმო მოგისმენთ. უთხარი. ზიფებში. ხო. გერმანული ნაგაზი მომყვა. მოყვა. დიახ. ჯილდა დავარქვით. ამიტომაც მოვედით თქვენთან. ენა ვის სიცხე უნდა გებიზო კაცო და მე ჯილდა და გერმანული ნაგაზი უშვილებასთან რა შუაში. ძაღლის გამო არ ყავს ჩვენ შვილი. ხო. ვისი და ცოტა გამარკვეთ თუ შეძაღლა და შუაში უშვილებასთან. რა შუაში იცი? როცა ვაკეთეთ, ვიცი, 12 წელია ერთად ვართ და ძაღლი შუაში გვიწევს. ხო. მე რო დავაპირებთ რამეს, ხო? არ გვაცხის კაცო, სულ იღრინება. მაშინ ხო. მოუყვანეთ იმ ჯილდასაც ცოლი თუ რაღაცა და გადავა თავისთვის ცალკე და თქვენ საქმის მიხედავთ ის თავის საქმეს. კარგით რა ექიმო. ჯერ რა დროს მაგის ცოლია. 12 წლისაა. ეგ რომ სკოლას დაამთავრებს, მერე ინსტიტუტს დაამთავრებს. ამასობაში ჩვენც აღარ ვივარგებთ შვილის გასაკეთებლად. კი მაგრამ რა შევეძახიანებს გამოგებია. იღრინება თქო, ხო გითხარ? ხო და იღრინოს იმარ კაცო და თქვენ მიხედავთ თქვენ საქმეს. კაცო, როგორ მივხედო რომ გაბრაზდეთ და მე რომ მოჭამოს ამო. მაგაში მართალი შეიძლება კაი, მაშინ რაღაცას მოგიხერხებთ რა, მოგეხმარებით. აბა მიდი რა. ძალიან რაღაცას მოგეხმარებით, მოკლედ, აგერ გამომართვით ახლა ეს გასაღები თქვენ. ხო. ეს ამოთახის გასაღებია და 100 ლარი იქნება თქვენზე თან, ჩაკეტეთ, ზოგადად მიხედავთ საქმეს. 100 ლარი ვისიო. ბრიურად ასე ზვინები გენაცვალე და 1 საათი გაქვთ დრო, ჩაკეტეთ ჩიგნიდან კარები, მიხედეთ თქვენ საქმეს, მე გავალ იქ, ჩემ მისახედი მყავს ცხოველები, ფრინველები, ესენი გოჭი მყავს, ეგრე მძიმე, 2 დღეს სიცხე ვერ დაუგდე რა. თქვენ მიხედეთ და თქვენ საქმეს, მე ჩემ საქმეს მიხედე. რას ამბობთ ექიმო? აქ გვერიდება. შეგენაცვალე. არა. რისი გერიდებათ, კაცო, არაფერი, რომ მე აქ არავინ არ შეგაწუდა, ტაგერ არის გასაღები, მიხედეთ საქმეს და რო იცოდეთ ერთი ლეკვი რა შუაში კაცო ბავშვის ნათლია ვარ მე თქვენ გენაცვალეთ. აბა მიხედეთ მე წავედი. აბა მიხედეთ საქმე. ისა თქვენ მადივსებულებო გავიდა 1 საათი და ამაწერთ კიდე თუ ამთავრებთ. 9 საათი დაგვიბატე, 9 საათი იქნება კუპები გამოგვივიდეს. კაი გენაცვალე. გამარჯობათ ექიმო. გამარჯობათ. გამარჯობათ. მომზადით გენაცვალე, მომზადით. როგორ ახარ ექიმო? როგორ ახარ? კარგად. აბა ახლა რამ შეგაწუხათ? ისმენთ ამან? დავიწყო? ხო. ეხლა რამ შეგვაწუხა, იცით? ჩვენი გოგოები კაცო გაიზარდეს 3 თვის არიან. რას მელაპარაკებით კაცო? ხო და ეხლა გვინდა გვარის გამძლებელი. 3 თვის არიან ბავშვებიო და ძიზასთან დატოვეთ? არა.
ძიძა არ ყავს. ბავშვებს ჯილდაულის. ჯილდა? კაი, მე ვხვდი ყველაფერს გასაგებია გენაცვალე აგერ მაშინ. ეს გასაგები თქვენ, კარები ჩაკეტეთ, იცით ყველაფერი, თქვენ გენაცვალეთ უოღოდ 150 ლარი დაჯიბება მაგამავს. 150 ლარი გაგვიდა გენაცვალე გამომეთო რა ვქნა. მოკლედ მიხედეთ საქმეს 1 საათი გაქვს დრო გენაცვალოთ ჩემი თავი. და ექიმო. 1 საათი გვეყოფა, ჰა? შეგერეთ რა ვქნა პატუცობლო უნდა იმყოფინოთ რა ვქნა აგერ ძოლქვარი მოდიან ახლა 1 საათში იქნებია 14 წელია შვილი არ აყავთ კატა პორტუგალის თურმე და რა მარტო თქვენ ხوار უნდა ამრავლოთ ერიკაცო იმათმაც უნდა მიხედოს აბა მიხედეთ საქმეს დროულად დაიწყეთ თქვენ გენაცვალე 1 საათი გაქვს დრო და რა ვიდიათი კაცო ადროზია თორა აწი ბავშვებს ძუძუ უწევთ დაწექი თუ Здорово, შენ. რომანის? რა არის, ბიჭო, ლიფტი შესაძლებელში დასალმუშაოს, მაგის დედავატიხე. ჰა? კი, რავი, მუშაობდა ჩემთან. აბა რა არის, ბიჭო, ჩემთან გეიგეს, წონა რო გამეცა რა. თუ რა, რო დამარბერინებენ აქ, ფეხი. მეცպես დაფუძეს, ხა? ბიჭო, წონა გეგექცევ, აბა რა იქნება ყოველ დღეს ვამ ლუცდა. აფერ შეიძლება, ვითან ფეხბურთებით საშენოდ მიეწყო. აი, ბიჭო, ახლა რას ლაპარაკობ? ლუდის და სოცის გარეშე, ბიჭო, ფეხბურთს ამაყურებიოს, თუ კაც. ისე რანაირი უცნაური რამეა ფეხბურთი რა ვინც თამაშობს იმას ასუსტებს და ვინც უყურებს იმას ასუქებს არა ბიჭო ეს წონა მართლა გამეცა სიმ ხო იცი შენ რა ეგეცა აუ რა კაი იყო ბიჭო გასულს ახალგაზრდობაში რას დარბოდით ფეხბურთს ვთამაშობდით ჰა მაგარი დრო იყო სიმ მიდი ბიჭო დაურეკეთ ბიჭებს ჰა ვითამაშოთ გავიხსენოთ ახალგაზრდობა ბიჭო გეიგე აი ბიჭო მეიცად უზნახა ლევანია ვნახე ამის წინ და ჯოკერი ვითამაშეთ ორი პულკის მერე ისე და იყალა ზამენას ითხოვდა და რომელი ვარ და ახლა მორბენლები და ორი და იმის მოთამაშე შენ რა გამახსენდა ხა იცი შენ მეორე ბინაც ხო გაქვს სიმონ იქნება მეორე უბანში გვერდზე აგერ მაგ და მაბინა უნდა გავაქირაო ახლა ვეძებ ორ სტუდენტ გოგოს რატო ბიჭო ფული შემოგაგდა არა ბიჭო ფული გარ შემოგაგდა ცოლ შორდები და რა იცი რა შემოგადგება იყო აუ ბიჭო თქვენ ხო გააჭირეთ საქმე სიმონ აია ბიჭო რა ამობრუნებული მაგნიტებით შორდებით ყოველ მეორეზე ერთმანეთს გაუვთხილით ბიჭო ერთმანეთს პატარა არ შეიძლება სიმონ ესე გეიგე ორი სტუდენტი გოგო უფრო გამიფრთხილდება და მომივლის მე ვიდრე მაგი ოი და შენი ზაირა შენო გარჩეული დაირა გაუვარდეს ვიჭებს ჩემე ტოღა ვიჭები რა შობით რა ვახარ ვიჭებო ხო ხარ კარგად შენ როგორ ბიჭო გლიჯა ყველაფერს ისევ მე რა მაინტერესებს რა просто რაისი ულისთვის ჩამევედი ახლა ხო მეოთხედ გადმევიხედი ახლა ზეიდან რა მე ჩემ ფანჯიდან აქანა ზიხართ ვიო რაი დაწებებულ ხوار გადები გამი რას გეტყვიცი იყიდე ბიჭო მე ერთი ფარდა გეიგე და ჩამოვაფარე სიმონ და ვეღარ დაგვინახო გამიგე საგები აჭკოვიანი ბიჭი ისე შენ კი გჭირდება ერთი ფარდა ხო იცი აი შენ ფარდა მჭირდება მე თუ რა მიცე რაზე გჭირდება ბიჭო და როა იყვან იმ ქალს და ხართ ერთ ამბავში გამიგე რო გიყურებს თელი იმერეთი ჩამოვაფარე ფარდას და ვეღარ დაგინახოთ ამაშია საქმე გაიგე აი ზოგა საგებია მაგინა მართალი ხარ შენ ფარდას ვიყიდე მე მაგრამ მაგას მეორე ხელფასზე ვიყიდე ამ ხელფასზე ვიყიდე ჭოგრიც და უნდა გაჩუქო შენ ჭოგრიდი რა თქმა ბიჭო მე მეკობრიგი არა ვარ აქანი სიმონ რადგინა ვიცია და გამოხედე კარგად იქნა და დეინახო ვინ ქალს ხერხავ ეს ვერ არის ასე დაუბიგრებელ ლაპარაკი რო იცი ოი და მშვენიერო დაინა სიმონ ესე იგი გავაბზიალე ყველაფერი არის კედელზე გადაივარცხნით თომას ივნაენია შეგენაცვალე მე ხო ნუ ჩემი კაბინეტი დარჩა ფაქტიურად რა და დანარჩენი ყველაფერი მომეული მაგ კი არა იმას მიკრობ ბიჭო აქ ხوار გადმოვიდა საცხოვრებლად ხო სახზე უგედესი რემონტი ბიჭო იმას გამაგეთო აბა იო კაი ზმაო კაი მოკლედ კარგად იყავი გამომიარე ხო და განახებ კაცო განახებ აბა რა კაი შეგენაცვალე კარგად რა გამარჯობა უფროსო გამარჯობა შეიძლება ხო მომწად შემოდი
რა გჭირს ბიჭო გაგონულო ხარ წელს რა დგულიტი აბა ის რა ქვია ხერხემალი არა არა აბა კაროკა გაგჩაშნები ახსალები ვარჩი ვასება რა მოგივიდა შენ მომიკალი ხარ აჟი ესაკ მომისმინე უფროსო ისმე აღარ შეიძლება აღარ შემიძლია მე ამის ატანა ამ სამსახურში ყველაფერს დაერქვას თავის სახელი გესმის რა ხდება რა გამაგები მოგიყვები ახლა მაგასაც რაც ხდება აბა ისმე ესე იგი დილით გავიღვიძე 8 საათზე ვდგები მე ხო ისი თქვენ გავიღვიძე დილით 8 საათზე და ავდექი და ეს ეთყობა მარცხენა ფეხით ჩამოვედი ამ შუშტებში ჩავყავი ფეხი და რა თქმა უნდა პირველი აბაზანაში შევედი გადავივლე კარგად წყალი კარგად ცხელსპასში მიყვარს ბანაობა და კარგად გადავივლე გამოვედი ახლა იქედან რა თქმა უნდა გავიმშრალე ყველაფერი კარგად და შემოწმობა გამიკეთა რა ქვია მაგას პაპა გერგულესის პაპა მო გამიკეთა კი არ მიხსახა ძალიან ზოგადად სიმართლე მაგრამ როგორც შემიცოლი ამბობს და არა მარტო შემიცოლი თურმე კუჭისთვის ყოფილა კარგი დილისთვის და მივიტვეს ისა შევჭამე მე რო დავამთავრე ეს ჭამა ავდექი და ჩავიცვი ის დასაცმელები რომელიც ახლა მაცვია ფიქრობდი მწვანე კოსტუმი ხوار ჩამეს ვთქვა რა მაინც გაზაფხულს ხდება და ეს კოსტუმი რო ჩავიცვი რომ ეს ხო მაინც სამთრის პერებში მაინც უფრო კარგად გადის და ჩავიცვი ეს მოკლედ ესე ახლა ავდექი და გამოვდივარ გარეთ რა რომ უნდა გამოვიდე გამოვიხურე ეს კარები არ დამიკეტია ესე გამოვიხურე ხო და რომ უნდა მივიდე ლიფტთან და აი რაღაცა დამავიწყდა ლიფტი და უნდა მიბრუნდი უკან და სახში დაგემართა რაღაცა არა მიუბრუნდი უკან, მაგრამ მომიყვანე ჯერ სამსახურამდე შეგასვლა მოგიყვები, მე ყველაფერს გეტყვი. მაგრამ მე გეტყვი, მე გავაგზავნებ შენ სავარაუდო დარჩა გასაღები სახში, იმიტომ რომ ასე შევა ხოლმე მიშეხვედი სახში. აი ეს გასაღები გამოყვედი ჩაჯერდი ლიფტში. ლიფტის კოდია სხვათაშორის 229-784 დიეზი. ჩამოხვედი ლიფტის პირველ სართულზე, გამოხვედი გარეთ. მარჯვნივად შეგიძლია წახვიდე ავტობუსის გაჩერებისკენ, მარცხნივად შეგიძლია წახვიდე. მარჯვნივ უფრო მოკლე ეგზამენ არ წახვედი მარჯვნივ, იმიტომ რომ იქ ქუჩის დაღლებიანი და გეშინია წამპარგი. წახვედი შორიდან, ცოტა პარკი ხვედი მშვიდობიანად ავტობუსზე ჩაჯერდი ავტობუსში, მოგიგაიარე დაახლოებით ზუსტად 8 გაჩერება და მოხვედი სამსახურში. მერე აქვე ერთი ჩასწორება. დიახ. აქვე ერთი ჩასწორება. მოვედი სამსახურში, მაგრამ ახალ გარემონტებულ სამსახურში შემოვედი. კი, ახალ გარემონტებულ. გაიგე თქვენ, შემოვედი. იქ შემხტა ჩვენი თანამშრომელი რო არის, მაღალი ბიჭი. დიახ. ილო. ილო, ლოსაბერიზე, ილო შემხტა. შემხტა, რაღაცა ვიკამათეთ და ადგა და სკამი მესრობა. კაცო და აი ესე, არ ვიცი ალბათ მე-5 მალასთან მომხდა სადღაც. სკამი გესრობა. სკამი მესრობა. არ ვსტყვი დედასკეფიცები. ახლა მომენტო მაგამოსი. სკამი მესრობა. და ძალიან გთხოვთ ეს რეაგირების გარეშე არ დატოვოთ. ახლა ვერტი დუქი. ლოსაბერიზე ერთი წუთი შემოვიდე ჩემთან. Чем? მოდი გაგეცე. რასაც ეს მიყვება ახლა მართალია მართლა სკამი ესროლე? ვესროლე. რატო ესროლე სკამი? შემაგინა და რა უნდა მექნა აბა? შენ ბიჭო სრულჭკუაზე თუ ხარ შენ უსამართლე. რას ქვია ბიჭო სკამი ესროლე რას ქვია მითხარი არ ვიცი ძმაო არ ვიცი შენ არ ახარ ნორმალური რას ფიქრობდი საერთოდ რომ ის სკამს რომ მოკიდე ყელი და ესროლე რამ გაგიელვა თავში ერთი მაინტერესებს რუაცდენოდა ის სკამი ამის წელს და კედელს რომ ხვედროდა და ჩამოვდრეული მოსახლად გარემონტებული კედელი ხო ჩაგმარხავდი იმ კედელში ზურაბილი რავი ახლა რაც მოხდა ხელში ვესროლე ივია სკამი იყო რა მუშტი არ გაგმიდიდეთ კაფე თუ რამე სატკები და სკამს როგორ ესრო ბიჭო არა უნდა ვნახო ის მოუეჭველი სადიდეთ ეს გახსოვს ზუსტად გამოდი მანა გავარტყი ამას გავარტყი გამოდი გამზეცე სადიდდა სადესროლე
აბა მეგობრებო, რა ხარ შევიკრიბეთ, დავიწყოთ, მაგრამ კონსილიუმი, ხო? ხო, გონი დრო. დავიწყოთ, თორე კონსილიუმის გარეშე მე გამიჯილება ოპერაციის გაკეთება. კი ბატონო. დავიწყოთ. კი ბატონო, მე რომ მიყურებ, აღა თემურ თუთაშხიასავით გამეირე, ის არაფერი დავლია. ციგნები ისე მეუბნე, ვიტო პირველად არის ახლა კაბინეტი. არის ისა და მოკინე ხელი და გადმოდი. მე უშენოთ. გადმოვდი. და დაასხი, დროზე თუ არა შორენია მელოდება კაბინეტთან. რა უნდა შორენის? რა უნდა და კაცი მინდა. მინდაო? რა კაცი მინდა? ქმარი არ ყავს მაგას? ქმარი რომ ყავს არ ყოფნის ბატონო. მოთხოვნილება აქვს. გადაირე, ვიჯო გადაირე. ქმარი ხო ყავს? სამი ყავს კიდე ოფიციალ დეკლარირებული საყვარელი ყავს კიდე და რა ყავდა? ორი ის გარდა ყავს, მაგრამ არ მყოფნისო, ვერ მაყოფილებად. მაგი ავატყოფი ყოფილა, რა ვიცი რა გითხრა. ხო და ავატყოფი რა, მაგითო ავასული, მე ზუსტად მითხრა რომ მომენტი ავატყოფობის ცნობაო. თუ რა უბანში ბოს მიზახიანო. დამარებე და მივხედოთ კონსილიუმს ახლა ჩვენ დავიწყოთ და აბა ჰიპოკრატეს მადლი შეგვეძიებს? შეგვეძიოს. ვესვას. ვეჭამოს და ავატყოფი არ შეგვეჭამოს. და შეცხლივით და კონსილიუმ. მოგესმინე შეგეცოდინე ახლა გვერდიგვერდა თქვენი კაბინეტები. სულ შემაზე რა დავიქრო, სულ ხოგაბათა მაგას. ვიჯო, აბა მე რაზეც ვფიქრობ, იმის თავი სადაა, აბა სულ შენ მომისგენები ცოტა ჭკვიანად ბელაბარაკი თუ არა. შენ ხელა შვილი უნდა მყავდეს, მე დროზე რა გავთხოვილიყავი. კაი, მოდი ახლა ჩემო კოლეგებო. გავაგზავნოთ ჩვენი კონსილიუმი და ორი ძალა შეგვეწიოს თქვენ გენაცვალეთ რა. როგორც ერთ სულ მიყვარს ამ სიტყვის რა, როგორც ზიმბაბველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე შამილ ხაკაძე იყო და ძალა აღმარცხნავს. ამიზულად ასე ფიქრობთ რაღაც და შეგეიხარე. თან ძალა აღმარცხნავს, ახლა იცის გაზაფხული როა და ხნადა თესვის დრო რო არა. აი, მიწის ხნარი არა, ქალის მოხნა არ შეგიძლია და რაედა კაპოსასკოზი. მე არ ვეუბნები შემუთხარე. რა უზოდა საიქიმოზიო. სანამ არ გავაფრინე უთხარი რამე. კაი ვიზეი. მოდი ახლა უცებ დავასხატე. ჩემ პატივს რო იცი. აბა რა, ვიჟო, როგორ გეკადრება შენ რა სველაბარაკი. მოდი ახლა შემოტკვილეოდე, როგორ შეიძლება ახლა ჩვენ ვინ ჩვენი ხელიდან გადაჩენაზე ლო და ყველას ისვამბული. მაშინ პიყვილიასთან გადადი ალავებს. მაგაში მაგია პელე. მე მეუბნება, ბიჭო, მე მეუბნება ეს. დაგავიწყდა სასაფლაოს გვერდით რო იშენებ კორპუსს. ახლოს ვიქნები პაციენტებთან. მე მეუბნები, ბიჭო, მაგას მართლა არ თქვენია, შენ უბედურიენა. ბედურიენა და მიშლის დება. დავიწყდა აღარ უნდა ბერულა ბარაკი. მომზადი. მომზადი გენაცვალე დამზადი შენი ჭირივე. სიდედრი წყოლია და სიმამრის შეგენაცვალე. თქვენი წყალობით ჯიჯიგო ექიმო აღარც ერთი მყავს და აღარც მეორე და სანამ მე ვარ მომყოფეთ ცოტა ხანი და მომხედოთ. შეგენაცვალე ახლავე კონსილიუმი გვაქაგენ ახლა ექიმებს და მოურჩევებას და მოგაქცევ ყურადღება ჯეროვას და სათანადო. დაგელოდები დაგე. კი ბატონო, კი. მოდი ახლა ჩემო ძირფასო კოლეგებო. სასულებზე გაჩერება არ შეიძლება და მოდი ახალ დაბადებულებს გავუმატებთ ყველას. მოდი სასახელვები გადადოდა. ისა სულ მიკვიდა, ბიჭო, ახალ დაბადებული ბავში. რატო ტირის? ახალ ბავში იბადება. აბრა გინეკოლოგიზე რა ზინდირა. აუ ვარჯოს ახალ დაბადებული. ბოდიში გამეცინა პირველად კონსილიუმზე და მე ვარ გადაობის ობიექტურობა თუ ობიექტივობა. მაგრამ პატარა ყველაფერი საყვარელია მაინც. აუ მასე გითხეთ დირექტორს თუ არის პატარა ყველაფერი საყვარელი. ნაერო პროექტი. ასეთი ბიჭო ისეს ნუ მიკროფონი ლაპარაკი ხარდა. მოდი ვიღაცა დავირეკა და უსმა დუბასრუხე შენ დეველოდი არ წახვიდი არსად.
გარემენ თავი მარი კიდე არი აჩები კადაშები აგირე ეი შევეში დავანე თავი ვიზიერს გავეროს გაიქონი აბა ნაურატი დე მევედი მე ახლა გაჯერე სამედიხა სამედიხა კონსილიო ჯერ გერდავთორებულო მეორე ბოთი მაგ კიდე ოპერაციის მერე დავიოთ ამბობ შენ ბიჭო რომ მიყურებ გააკეთე ანესთეზია თუ არა გედეირება ის ქალი ანესთეზიის გარეშე მოგლე ოპერაცია აერ შევიდე გელოდებით საერთოდ კონსილიუმი დავგრად გინდა აბა ის როდეშ მე რა ვქიდე აგეროდოთ კიდე აბსოლუტში გეტყვი ახლა მოგლეთ შენი მკურნალობა დამთავრებულია დიეტა აღარ გინდა შამე რაც გაგეხარდება პრობლემა არ არის უბრალოდ ერთი რამე დაიმახსოვრე არავით არის ალკოჰოლი 0 ალკოჰოლის პროცენტულობით არავით არის თავისუფალი ხარ შეგენაცვალე მიხედე შენ საქმეს ხორევას მე საქმე მოგაკლა პაციენტები უყავს საგერ ქვეყნის მისაკ რომელია ახლა შენ გამახსენე რა იქნება არა ის არ უნდა იყოს თეთრკალებში რანაირად იცხოვრეს ეს უნდა იყოს კი კაკუნის ხმაზე ვიცან ესა უეჭველი კი კაცო ესა კი რა ღმერთო შენ გამახსენე ახლა მის სახელი ილო არა ხარ კაცო შენ გენაცვალე ილო ვიძია გამაბოდი ჩაგეხუდა რა ვერ ხარ ილო მე კი ვარ ილო მაგრამ თქვენ ვერ გიცავთ ბოდიში და კარებში ვარ და რას მისდოდი მამარდაშვილი ხო არა ვარ ზეგაცო შემომიშვი სახსნა ვიცნო იქნება მობზადით სადაც გიხარდება არა მეთქი კაცო რო ვერ მივაგნო მე საწყალში ჩავარდე თქვა მაგრამ ვერ წყალი ვერ ნახე ახლა ჩავარდილი ხარ ასე უცებ არ გელოდით ახლა და ყავა ჩაის უცებ გავაკეთებ ბატონო ჭოპინო შეგაცო ჭოპინო ვერ ვიცანი ჩემო ნუგზა გვარგესიამონება არ მინდა არაფერი არ მინდა ბიჭო არა გაჯექი მაგარი მაგრამ დაისვენ თუ დაღლილი იქნები იმდენივე არა ფეხი დაეკლები ასე შენს დამევედი ხარაგაულიდან მეთქი ნახავ ჩემ ლევ ბავაშას ლეუშას მე მინახულებ თქვა მე ვიფიქრე სად არის ლეუშა გასწრება ლეუშა გარაშია რაღაცებს აკეთებს იქ ხო მალე ხო არა უცებ პარამდე ბედაცები ლაპარაკობთ კაცო იგე ჩვენები რა ფერ არიან ჩვენები სვირსკი აი მაგალითად სვირსკი კარგად არიან რა არიან კარგა აბა არიან ერთი სული ბაკახლა როდის ჩავალ სვირსი ჩემ შალვანარიმანიჩთან შალვანარიმაში აუ რა სული გაური ეცი შალამრაბი სულუხარია კაცო დაჯდებით ხოლმე დაიწყებს თავისი ამბების მოყოლას და მე ცხალისი დამყაი სული გაურს პატარა ჭიქები თუჯახუნებ და კი ვარ ჩახუნებული იმ კაცთან გარიგებული რა სამობ რა შალვა დაიღუპა 42-ში ცხონებული ომში რას მელამანაკი კაცო ომში მოკდა შალვა გიტლერს ამერიკათის მოკლა იქნებოდა ახალგაზრდა კაცი აუ ეს რა მითხარი კაცო ეს რა მინდა მაშინ სვირში რომ მივდივარ ახლა მე მაგრამ პრინციპში რატო რა მინდა კაცო მისი ძმა სიმონი ვიცია უირა კაცია და რა ხუმრობა იცის და რა იუმორი მერეკჯო თორმარლიანი კაცი სიმონი კაცო ამდენი მივა ეგრევე ციცქას რომ მოხდის დავდებით ხოლმე წურის თავთან უყვარს გემრიელი კაცია და ჩამიხუტებს წავალ და ჩემ სიმონი შევეხუტები ეგ იქნება კაცო აცხონო შალვა გვერდას სიმონის დაძივალ სიმონიც кайხანი აქვს არია რა წლებია აუ ეს რა მითხარი კაცო სიმონი თუ მოკდა მაგი ახლა თეთრ ბეჭო ეს რა მითხარია რა ფერ ჩავხედო ახლა მე პალუშას თვალებში კაცო კაც მამა მოუგდა და ერთი სამძიმარი არ მithvia
პალუშა საკ არ გედეირება კაცო ნახავს თვალებს ვერ მოუსწორებ და პალუშას პალუშაც საწყალი ცხონებული 1-3 წელია მოვიდა. ქუჩაში მაინც შემხედროს ეგაც ქუჩაში მაინც შემხედროს რატო? რატო და ქუჩაში რომ ენახე ახლა მაშინ ვერ გიცნობდი და რო ვერ გიცნობდი არც მეტყოდი ამ ნერს უდაბავს რაც ეს რა მითხარი კაცო პალუშა კაცო ცოცხალი კაცი რა მოკლა კაცო ეუ რაღა მინდა სპირში რაღა მინდა მაგრამ რატო რა მინდა კაცო ვალიასთან მივალ ბაბუაშენთან ვალიასი უმორია ეუ ვალიასი უმორია კარგი ბაბუაშენთან როზდები ტები ხოლმე სიცილით კაცო მაგას იმნარი უმორია ფორმალი მაგანაც კაიჩის მომაკვეთ დაავლევთ მე და ვალია და თან მოვიგონებთ იმ უბედურებს ეს მაინც ვალიაც საწყალი ცხონებული პალუშაზე ნერვიულობას გადაყვანა. ყველასახლავით მაგის. მოგადამბია კაცო ვალია რა მოკლა კაცო ვალია რანაირად მოკლა კაცო შრომელი კაცი ყანაში იყო თუ რა ვიცი ყანაში რო იყო სულ და შრომაში რო იყო და ჯაფაში ზუსტად მაგითო მოკდა დაავიწყდა ჭამა და შიმშილი და ბიჭო ვალია თუ შიმშილი მოკდებოდა მაგას რა ვიბიჯებდი კაცო ეს რა მითხარი ბიჭო არა მოწყვეტი ლაღვაწო ყველა ვაი შემოთავ ეს რა და რა მითხარი საბლაფიაო ილო ვერ ხარ აი ამის ცხონებული გამაშენი ლეუშა რა კაი კაცი იყო ჯაი ცხონებული კაცო ახარ გითხარი ქვევითაა თქო გარაში თქო და ამოვა თქო ჩვენ კაცო გედეირია სულგედეირია კაცო ხლა ხალხი კაცი შახტის დირექტორი იყო და გარაში დაასაფნა ეს გამანები ცოცხალია საქმე რაღაცას აკეთებს და ამოვა თქო სულელები ხარ ცოცხალია კაცო რა დავასაფრა გამანები კიდე რაფერ ხარ ცოცხალია ბიჭო მინوار ისო რა აფერავი ჩვენათ ესავია ბიჭო ეს კლაროზია გამას თავის სახს ვერ აგრებს ხარა გაულშილა წამოდი ბიჭო რა უხელი ამერი ამ კაცს ამაგები რა ნორმალური ხარ შვილო აბა მე რა ფერ მომაგნო თავის სახს თუ ვერ აგრებს რა უხელი ამა გაგაგებულია